დღეს გსტუმრობენ ექიმი დერმატოლოგი ქეთა მიქელაძე და ავერის წარმომადგენელი სოფიო ლათათი. პირველი წყალში შემოგთავაზებთ. ერთი წყალი მთის 0 ბრომატით, წყალი მთის იცხოვრეთ სრულყოფილად. მადლობა დიდი. ჰიპერპიგმენტაცია. ჩვენი სასაუბრო თემა და ქეთა გითხარით რა არის ის? ჰიპერპიგმენტაცია იგივე პიგმენტური ლაქები, ეს არის კანის ფერის ცვლილება გარკვეულ უბნებზე, რაც შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზით. საკმაოდ მრავალფეროვანია ეს ჩამონათვალი, შესაძლებელი იყოს დაკავშირებული ჰორმონალურ ცვლილებებთან, მაგალითად ქალბატონებში ხშირია ორსულობა ლაქტაციის დროს, ასევე შესაძლებელია პრედაპოსტმენოპაუზის პერიოდში, ასევე ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს და სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიების დროს, როგორც არის მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, შესაძლებელია ასევე თირკმელზე ჯირკვლის პათოლოგიების დროს იყოს ერთ-ერთი გამოვლინება ჰიპერპიგმენტაცია და რა თქმა უნდა კანის ინფექციური დაავადებები, როგორც არის სოკოვანი, ბაქტერიული ინფექციები და ასე შემდეგ, სხვა კლინიკურ გამოვლილებებთან ერთად. და ასევე შეიძლება იყოს იდიოპათიური, როდესაც ზუსტად არ ვიცით, თქვათ, რა იწვევს ამ ჰიპერპიგმენტაციას, უბრალოდ ადამიანს აქვს გარკვეული მიდრეკილება მისი კანის ტიპიდან გამომდინარე და მზის სხივების გავლენით უჩნდება პიგმენტური ლაქები. სწორედ აქედან გამომდინარე, შემოდგომა გახლავთ ის სეზონი, როდესაც ყველაზე ხშირად მოგმართავენ ჰიპერპიგმენტაციით, ანუ პიგმენტური ლაქები. დამსახურებით. როდესაც უკვე დავადგინეთ, რომ არის ჰიპერპიგმენტაცია, ხო, ეხლა რა თქმა უნდა, სხვა დიაგნოსტიკურ საშუალებების შემდეგ, თქვა და მოვლას რას გულისხმობ და რითი შეიძლება რომ ვებრძოლოთ მას და მოუვაროთ თუნდაც. ზოგადად პიგმენტური ლაქების მკურნალობა არის საკმაოდ რთული პროცესი და რაც უფრო ღრმამდებარეობა კანში, თქვა დერმაში თუ მდებარეობს, უფრო დიდი დრო ჭირდება. თუ ეპიდერმისის ზედაპირულ შრეებში შედარებით ნაკლები, მაგრამ იქაც არ არის ეს ხანმოკლე და მარტივი პროცესი. შესაძლებელია თვეების განმავლობაში დერმატოლოგმა უმკურნალოს ასეთ პაციენტს ერთხელ გავიდეს მზის გადამცავის გარეშე მზეზე და ეს პროცესი ისევ დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას. ამიტომ მზის განდაცვა და ყოველდღიურად გამოყენების ანუ რუტინას, რასაც ვეძახით, ხო? დღის კრემი, ღამის კრემი უნდა იყოს ისეთი, რომელიც მელანოგენეზის პროცესს შედარებით ამცირებს და ასევე აქვს გარკვეულწილად ამქერცლავი თვისებები. თუ ვიზუალურად დავშ და არაწუხებს ადამიანს, ხო, ეს რაღაცა ჰიპერპიგმენტაცია, რომელიც აქვს და ზოგს უყვარს კიდევაც და მე რაღაც თავის რაღაც ნიშნად მიიჩნევს. მისი მკურნალობის გარეშე დატოვება როგორი არის დაუშვათ რა თქვით? თუ კი ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მაგალითად ჭორფულზე, რომელიც ბევრ ადამიანს მოწონს და არაფერში არ უშლის ხელს, რა თქმა უნდა შეგვიძლია არც დავიწყოთ ამის მკურნალობა, უბრალოდ უნდა დავწმუნდეთ, რომ არის კეთილთვისებიანი და რაიმე პათოლოგიის გამოვლინება არ არის ამ შემთხვევაში. ახლა უკვე სოფო მოგვიყევით მაშინ თქვენ პროდუქტებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სწორედ ჰიპერპიგმენტაციის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს ჩვენთან ერთად წარმოდგენილია ესპანური დერმატოლოგიური ბრენდი ბაბე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 55 ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში მისი ოფიციალური დისტრიბუტორი გახლავთ ავერსი ფარმა. ბაბეს დეპიგმენტ ხაზი ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და განვითარებულია. ჩვენ წეღან ვისაუბრეთ, პიგმენტური ლაქები შეიძლება იყოს როგორც თვალით ხილული, ასევე უხილავი, რაც დამატებითი დაუშვათ ექიმთა დიაგნოსტირების გარეშე შეუძლებელი იყოს ერთ შეხედვით მისი აღმოჩენა. ბაბეს დეპიგმენტ ხაზი მუშაობს როგორც უკვე არსებული პიგმენტური ლაქების შემცირებაზე, რაც თვალსაჩინო და შემჩნევია, ასევე თვალით უხილავზე. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, რომ გამოიყენება ყველა ტიპის კანზე და გარდა იმისა, რომ ამცირებს პიგმენტურ ლაქებს, პიგმენტი მელანინის გამოყოფას არეგულირებს, კანის დატენიანებას და ბარიერის გაძლიერებას უწყობს ხელს. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია პიგმენტური ლაქების მკურნალობა და მართლაც სხვადასხვა პროდუქტის ერთად გამოყენებას მოითხოვს. ამ შემთხვევაში ბაბეს წარმოდგენილი აქვს სრული მოვლა, როგორც გამწმენდი ლოსიონი, ასევე ინტენსიური შრატი და დამატენიანებელი ფლუიდი. არ დაავიწყდა ბრენდს მზის განდამცავით, მზის განდამცავი იცავს როგორც UV-ა, UVB, ხილული გამოსხივებისგან და ინფრაწითელი ნათებისგან, დამატებით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს და სახის კანის ფერის ერთგვაროვნებას უწყობს ხელს. ანუ ეს მუდმივად გამოსაყენებელია, ზამთარ, ზაფხულ, თუ კი ადამიანს აქვს პიგმენტური ლაქა, ასეთ
პროდუქტზე უნდა გადავიდეს უკვე მისი რუტინა. ასეც შეიძლება ითქვას, ვინაიდან მუდმივად რჩება რისკ ჯგუფში, რომ კვლავ გაუჩნდეს მსგავსი ტიპის ლაქები, ამიტომ მუდმივად უნდა გავატაროთ გარკვეული პრევენციული ღონისძიებები. რაც შეეხება მზის გარდამცავ საშუალებას, ეს უნდა აკეთოს სულ ზამთარში. გასაგებია და ასაკიც არ არის მაინც განსაზღვრული, ხო? ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი ხდება უფრო მეტად მიდრეკილი გარკვეული პიგმენტური ლაქებისა და ზოგადად კანის წარმონაქმნებისგან. კი. მაინც გითხარით ბაბეს რა გამოარჩევს დანარჩენი სხვა დავუშვათ ხაზებისგან? დიახ, ბაბეს სხვა ხაზებისგან გამოარჩევს ის, რომ ფორმულები არის ეფექტური და უსაფრთხო, გათვლილია მთელი ოჯახისთვის და ზოგადად ბაბეს პროდუქტები შეგვიძლია გამოვიყენოთ ყოველდღიურად როგორც მოვლის საშუალება, ან როგორც დამხმარე და ძირითადი პროდუქტები სხვადასხვა დერმატოლოგიური პრობლემების მკურნალობისას. რატომღაც ადამიანებს პრობლემაზე როცა ვსაუბრობთ კანთან მიმართებაში და განსაკუთრებით პიგმენტურ ლაქებზე, ძირითადი აქცენტი მაინც სახის მოვლაზე გვაქვს ხოლმე გადატანილი ყელზე და დეკოლტეზე, ასევე ხელის ზონაზე, შეზღუდვა არ აქვს ამ შემთხვევაში პროდუქტებს და შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც სახეზე და დეკოლტეზე, ასევე ყელის არეზე. ესე იგი, იწყება ესე ვთქვათ, მოვლის პროცედურა რომელი პროდუქტით? მოვლის პროდუქტები იწყება გამწმენდი ლოსიონით, ასევე აქვს ინტენსიური შრატი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ღამით, რადგან დამატებით რეტინალს შეიცავს და დღის განმავლობაში არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება, ფლუიდი, რომელიც დამატებით აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს და კანის ინტენსიურად დატენიანებას და ბარიერის გაძლიერებას უწყობს ხელს და დღის განმავლობაში კანის მოვლის რუტინა უნდა დავასრულოთ მზისგან დამცავით. თან ასევე საინტერესოა ისიც, რომ ბაბეს ზოგადად ნებისმიერი პროდუქტი შეგვიძლია აქ წარმოდგენილი ყველა ტიპის კანზე გამოვიყენოთ, მათ შორის მგრძნობი არეზე, საკმაოდ სასიამოვნო ტექსტურები აქვს, რომელიც სწრაფად იწავება კანზე და არ ქმნის უსიამოვნო შეგრძნებას. ძალიან კარგი, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, ძალიან დროული რჩევები გამოგვივიდა ჩვენი მაყურებლებისთვის, რადგან თუ კი პიგმენტურ ლაქებზეა საუბარი, სწორედ ეს ის სეზონია, როგორც ჩვენმა დერმატოლოგმა გითხრა, როდესაც ყველაზე მეტი მომართვიანობაა სწორედ ამ მიმართულების სპეციალისტებთან, ამიტომ ჩვენც ასე საჯაროდ ვისაუბრეთ ამაზე, როგორც ირკვევა, კიდევ უფრო მეტად უნდა დაიცვათ საკუთარი კანი, ვიდრე აქამდე იცავდით, თუ კი ახლა პირველად აღმოაჩინეთ საკუთარ კანზე პიგმენტური ლაქა. მადლობა. მადლობა.